სამცხე-ჯავახეთში 4500 ჰექტარზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება. სამუშაო შეხვედრაზე რეგიონში საირიგაციო სისტემების არსებული მდგომარეობა და მუნიციპალიტეტების მიხედვით განსახორციელებელი მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. იმსჯელეს იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებას საქართველოს მელიორაცია წელს გეგმავს. ხანჩალის წყალსაცავის რეაბილიტაციის მიზნით წელსვე იგეგმება დეტალური საინჟინრო პროექტის დამუშავებაც. შეხვდით ადგილობრივ მოსახლეობას და ადგილობრივ ხელმძღვანელობას, გავეცანით არსებულ პრობლემებს, მოვისმინეთ მათ ის საკითხები, რომელიც ამჟამად მწვავედ დგას და დავსახეთ სწრაფად გადაჭრის გზები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას და ადგილობრივ ხელისუფლებას გავაცანით ის პროექტები და ის საკითხები, ის დიდი მშენებლობები, რომელიც განხორციელდება და დაიწყება მიმდინარე წელს და ამით გაუმჯობესდება საირიგაციო წყლის მიწოდების საკითხი მთლიანად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. განვიხილეთ დასრულებული და მიმდინარე პროექტები და ასევე დაიგეგმა სამომავლოდ ირიგაცია მელიორაციის გაუმჯობესების მიზნით სამომავლო გეგმები. განხილული იქნა წინა წლებში მიღებული გადაწყვეტილებები მის შესახებ თუ რაოდენ ხელშეწყობას ახორციელებს საქართველოს მელიორაცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სოფლად მაცხოვრებელი გლეხების სასარგებლოდ.